დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე შუამავლის მეშვეობით მას კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის გაშავებას თავაზობდა. ქრონიკა პლუსისა და სინიუსის დამფუძნებლის მტკიცებით უარის შემდეგ სუსის ახლა უკვე ყოფილმა უფროსმა მის წინააღმდეგ საქმე შეკერა. ელისო კილაძე მეს განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა. მისი სიტყვა მედიაში ვრცელდება. Am საქმის ანატომია სქემა ეწყობა ისე, რომ მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშწორების მსხვერპლი. როდესაც მამუკა მდინარაძე სუსში მივიდა, მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. ამას ჰქონდა მთელი რიგი წინაპირობა, რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას. ჩვენთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი მოწმეების ვინაობა. არც ერთი ფაქტი ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა არც ერთ მოწმეზე რაიმე ფორმატით ზემოქმედების. ერთი ადამიანი იყო შუამავალი მდინარაძის, ჩემთან და მთავაზობდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და უჩა მამაცაშვილი. ამ ადამიანების გაშავებას რომ დავთანხმებოდი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მე პრობლემები არ შემექმნებოდა. ამ საქმეში არ არის არც ერთი ნეიტრალური მოწმე. ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან. მივიდა თუ არა სუსში, მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. იმდენი ლაფსუსი გაეპარა და ისე ჩაყარეს ჩვენებები, არც კი უფიქრიათ, რომ შედეგობრივი კავშირი ყოფილიყო. მე დათვლილი მაქვს ტყუილებიც ჩვენებებში. 162 ტყუილი მაქვს დათვლილი ჩვენებებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ჩვენება მიცემულია მაშინ, როცა ჩემი საქმე გამოეყო. მე ვარ საჯარო პირი და მინდა ჩემი საქმე იყოს საჯარო. დაკავებული ჟურნალისტისა და მისი ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად დღევანდელი სხდომაც დახურულ რეჟიმში წარიმართა. ელისო კილაძე 2026 წლის 18 თებერვალს დააკავეს. საერთო ჯამში ეგრეთ წოდებულ კოლცენტრების საქმეზე 10 პირია ბრალდებული, თუმცა ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო. კოლცენტრების საქმეზე ბრალი ასევე წაყენებული აქვთ მიმალვაში მყოფ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულ ძმებ მიქაძეებს, ასევე ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.